მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე მე ლევან სუთიძე ვარ გმადლობთ რომ გვიყურებთ დღეს ჩვენი სტუმარია სქემი ხუმენი ილია ვაშაკიძე ის ცოტა ხნის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ოქმის ცნობით მღვდელმოქმედებიდან განაყენეს ეს განცხადება მეუფე ანდრია გვაზავამ წაიკითხა შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო წმინდა სინოდმა იმსჯელა მღვდელმონაზონ ილიას ვაშაკიძე შესახებ რომელიც მუდმივად ავრცელებს ცილისწამებლურ განცხადებებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებზე. იგი იყო დაბარებული საქართველოს საპატრიარქოში, მაგრამ არ გამოცხადდა. დაადგინეს კონსტანტინოპოლის მეორე კრების 26 და კართაგენის კრების 19 კანონების საფუძველზე მღვდელმონაზონ ილიას ვაშაკიძე აეგზავნოს მღვდელმოქმედება. მამა, მოგესალმებით. მოგესალმებით. აი სინოდი ამბობს რომ ვიბარებთ და არ ცხადდებაო და ჩვენთან უკვე სამჯერ იყავით. რა ვიცი, ასეთ განცხადებას იუმორით შემეძლია უპასუხო რა, ახლა ამაზე სხვა რეაქცია რა უნდა გქონდეს, ახლა სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ მესამე განყოფილებას. და პირველ რიგში ამ განცხადებაზე მე მინდა ვთქვა რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. რა თვალსაზრისით არის? რა თვალსაზრისით ამბობ ამას რომ მაშინ მეუფე ანდრიამ უნდა საეკლესიო კანონის მიხედვით ეს უნდა დაამტკიცოს რომ მე ვიყავი დაბარებული და მე არსად დაბარებული არ ყოფილვარ ამის წერილობითი განცხადება ხელთ არ გამაჩნია მე რომ დაბარებული ვარ მეორე რომ ცილისწამებაში მდებს ბრალს ანუ ისიც უნდა დაამტკიცოს რომ ვის ვწამებ ცილს ჯერ პროცესუალურად ყველაფერი დარღვეული იქნა მე არ ვიყავი და ტელევიზიით გავიგეს ვითომც და განჩინება და თავს უფლებას ვიტოვებ იმისას რომ ტელევიზიითვე გავცი ამას პასუხი იმიტომ რომ მე მღვდელმსახურება გაჩერებული არა მაქვს და 25 წელიწადია სასულიერო პირი ვარ და მღვდელმსახურება გაჩერებული არ მქონია არასოდეს. და როგორ ამბობთ რომ არ გაქვთ? ჯერ ის თემა დავასრულოთ, ანუ თქვენ წერილობითი მიწვევა არ მიგიღიათ სინოდზე თუ არც დაურეკავთ თქვენთვის? არამც თუ წერილობითი მიწვევა არავის არ დაურეკავს და თუ მეუფე ანდრია ამ ცრუ განცხადებას ავრცელებს, იგი ვალდებულია პასუხი აგოს ამაზე და დაასაბუთოს თუ ვინ გამომიგზავნა, ვინ დამირეკა. მე ეს კაცი მღვდელმონაზონობის შემდეგ არც მინახავს. ეპისკოპოსობაში და თან იმასაც აცხადებს რომ ავადაა და სახლშია. თუ იცის რომ ავადა ვარ და სახლში ვარ, მაშინ უნდა გამოეგზავნა მაინც ვინმე, რომ სიტყვიერად მაინც შეეტყობინებინა ეს განცხადება. ეს სიცრუეა. თქვენ მიხვიდოდით რომ დაებარებინე. რომ დავებარებინე, მე საეკლესიო კანონს არ დავარღვევდი არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ეს დაბარება უნდა მომხდარიყო გარკვეული პერიოდით ადრე. და როგორც ჯულის კანონი ამბობს, ერთი თვით ადრე მაინც. თქვენ ახლა თქვით რომ მღვდელმოქმედება შეჩერებული არ გაქვთ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ აი აქ მეუფე ანდრია გამოხატავდა არა პირად, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის პოზიციას. ოქმს კითხულობდა, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მღვდელმთავარმა. არა, მე მქონდა კავშირი იმ მღვდელმთავრებთან, რომლებიც ესწრებოდნენ სინოდის ხდომას. და პირველ დღეს მეუფე ზოსიმეს ინტერვიუ მოწმობს იმაზე, რომ ჩემს შესახებ იქ არაფერი არ თქმულა. მან ჩამოაუყალიბა ჟურნალისტებს ყველაფერზე, რა საკითხები იყო დღის წესრიგში განხილვისათვის. და
უკაცრავად ეს არის ინფორმაცია, რომელიც ცოტა რთული აღსაქმელია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის ოქმში წერია, რომ თქვენ მღვდელმოქმედება შეგიჩერდათ. ვინ არიან ის ეპისკოპოსები, ვინც თქვენ გითხრეს, რომ ეს კენჭისყრა არ ყოფილა. აბა როგორ მოხდა ოქმში? კენჭისყრა არ ყოფილა. ეს ამას დაადასტურებს მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯოა, რომელმაც თქვა, რომ ამის შესახებ არ ყოფილა არანაირი კენჭისყრა და მის გარდა არის კიდევ იყო მცდელობა უკვე სინოდის ხდომის მიწურულს, რომელიღაც ახალგაზრდა ეპისკოპოსს უნდა ამ საკითხის დაყენება, მაგრამ პატრიარქმა მყისიერად აღკვეთა ეს მოხსნა დღის წესრიგიდან. კიდევ ვინ არის სერაფიმე ჯოჯოას გარდა, ვინც ამას დაადასტურებს? მიტროპოლიტი ვახტანგი ახვლედიანი. ანუ ორმა ეპისკოპოსმა თქვენ გითხრათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს აღმასრულებელ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, რომლის სახელითაც გამოქვეყნდა ოქმი და რომელშიც წერია, რომ თქვენ მღვდელმოქმედება შეგიჩერდათ, კენჭისყრაზე თქვენი საკითხი არ დაუყენებია? არა. ანუ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის ოქმი გაყალბებულია. დასტურია იმისა, რომ გაყალბებულია მეორე დღეს რაღაც შეიქმნა ასეთი სინოდის მიღმა ბლოკი სავარაუდოდ და საფუძვლიანად სავარაუდოდ და ეს განჩინებაში შეაცურეს პატრიარქის დაუკითხავად. საქართველოს კათოლიკოს ეს ლოგიკური დასკვნა არის, საფუძვლიანად სავარაუდო ლოგიკური დასკვნა არის. მამა ილია, მე პასუხისმგებლობას ცოტათი ვგრძნობ თქვენს ბედზე, გამომდინარე იქიდან, რომ პირველად თქვენ ამ ეთერში გამოჩნდით და ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, დაიწყო თქვენი მეტნაკლებად უფრო დიდი საჯარო მოღვაწეობა. ამიტომ მე მაინტერესებს ყველა დეტალი აი ამ საქმის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ერთი პრობლემა უკვე დასვით თქვენ, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ იბარებს იმ ადამიანებს, ვისაც მღვდელმოქმედებას უჩერებს სინოდზე და არ აძლევს თავის მართლების საშუალებას, კი ბატონო, ეს ერთია. სხვა საქმეა. ეს არის საეკლესიო სასამართლოს შეიძლება პატარა დრო დამითხრათ. მეუფე ანდრიამ ამ განცხადებაში 4 გზის დაარღვია და რა დაარღვია ახლა გეტყვით. ის რომ ცრუობს ეს პირველი, მეორე ის რომ მე ამას ტელევიზიით ვღებულობ და მე იქ დაბარებული არ ყოფილ ვარ, მეორე, მესამე უჩემოდ გამოიტანეს განჩინება, მეოთხე ეს ადამიანი, რომელიც ხარისხით არის მიტროპოლიტი, თავზე გადაახტა წმინდა სინოდს, თავზე გადაახტა დიდი ჯულის კანონს და ფეხქვეშ გათელა წმინდა წერილი, იმიტომ რომ ცრუობს. ის კიდე იდენტიფიცირება არ არის. მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომ მე არა მღვდელმონაზონი ვარ, არამედ სქემი იღუმენი ვარ და ვინ მღვდელმონაზონზე აქვს საუბარი, მაშინ განმარტონ და კიდე ისიც დარღვეულია, რომ ბრალდებები ყველანაირი გარემოებების განხილვის გარეშე ცილს წამებს. ეს ადამიანი ცილს მწამებს მე იმაში, რომ ცილს ვწამებ, მაშინ უნდა იყოს დასახელებული ვის ვწამებ ცილს და რაში ვწამებ ცილს. ეგეც პროცესუალური დარღვევაა, რომ გარემოებების განხილვის და გარეშე მთელი მსოფლიოს ქართულ ენოვან მოსახლეობა შეყავს შეცდომაში მიტროპოლიტს, რომელიც ცრუპენტელობს და კიდევ ერთ გარემოებას უსვამ ხას, აქ მოყვანილი იქნა კონსტანტინოპოლის მეორე კრების 26-ე მუხლი ამბობს ჩანაწერში, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და კართაგენის 26-ე კანონი და კართაგენის 19 კანონი. არც ერთი არ შემესაბამება მე, ანუ ხას უსვამ მაბრალებენ საპნის ქურდობას და
განაჩენი გამოაქვთ მკვლელობის მუხლით, ასეთი ალეგორიულად, ასეთი შედარება რო გავაკეთოთ და ეს ისეთი სიცრუეა, რომ ესენი არ ელოდნენ ალბათ ამაზე მე რეაქცია რომ მექნებოდა და დანარჩენზე ყველაფერზე რას აცხადებს მიტროპოლიტი იმას არ უნდა გაეცნოს ის რომ 26-ე მუხლი არ არსებობს ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწულში მე მოვიყვან ციტატას 558 თაიმიდან გვერდიდან და რამდენად სარწმუნო იქნება ეს ის იმ ადამიანისთვის ვისაც ეს რამოდენიმეჯერ გადაკითხული აქვს 100 გვერდიც არ არის და ამით უკვე მახინჯდება ასეთები ებრძვიან საპატრიარქო ტახტს ასეთებმა გაასამართლეს წმინდა პატრიარქი ამბროს ხელაია ასეთებმა მოკლეს წიწამურში ილია და ასეთებმა მოკლეს წმინდა პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი მარტყოფის მონასტერში და თუ არ იცი შედალოცვილო თქვენ მაღალყოლად უსამხდელოებავ თუ არ იცით რაზეა საუბარი იმ მუხლებში რაზეც იმ მუხლებში ცოტა ხმამაღალინა თქვა იმიტომ ერთი მუხლი არ არსებობს ხო ერთი არ არსებობს იმ კანონებში რომელსაც საქვეყნოდ ახმოვანებთ და ეხლა წინა საახალწლო განწყობა არ მინდა გაუფუჭო მაყურებელს და ცოტა ისეთი განწყობაც მინდა შემოვიტანო კოტე ყუბანეიშვილის ნათქვამი გამახსენდა ვინაც არ იცის თავის სწავლებას ხვისაზე უწევს ხელის სწავლებაო სიცრუე ეშმაკისაა და თქვენ მაღალყოლად სამხდელოებავ ეშმაკისას ხელი არ წავლოთ სწავლება მაქვს ხედველობაში უკაცრავად რთული ამაზე არ გაგეცინოს მაგრამ მე მაინც მინდა გავყვეთ ამ თემას და ამოვწურო ფაქტები თქვენ ამბობთ რომ მღვდელმოქმედება არ გაქვთ შეჩერებული ვინმე მოგცეთ უფლება რომელიმე ეპისკოპოსმა რომ მღვდელმოქმედება ახასრულოთ ახლა აი ამ სინოდის ოქმის შემდეგ ეს სინოდის ოქმი ფაქტიურად მკვდრად შობილია მეუფე სერაფიმესთან მქონდა საუბარი სადაც მე ამჟამად ვიმყოფები რომელ ეპარქიაში ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში და მან მითხრა ჩვეულებრივად ჩადი წირვაზე შენი სულიერი შვილები რომ ჩამოვლენ აღსარებაზე მიიღე და შენდობის როდესაც წაუკითხე ეს უკვე მღვდელმსახურებაა სხვა რა უნდა მითხრას ახლა მე ვესწრებოდიო სხდომასო და ორმა მიტროპოლიტმა მითხრა რომ მე ვესწრებოდი სხდომას სადაც და თქვენ იმედი გაქვთ რომ ამას საჯაროდ დაადასტურებენ ახლა ჩვენ რო დავურეკოთ დაუკავშირდეთ მას არა მე ვიმედოვნებ რომ ამას საჯაროდ დაადასტურებენ იმიტომ რომ ყველა მეუფე ანდრეასნაირი ფლიდი თუ არის წმინდა სინოდში მართლა ცუდად გქონია ნამდვილად საქმე და მე ამ ყველაფრის წინასწარ ვაცხადებ ასე ვთქვათ ანონსს ვაკეთებ იმისას რომ ეს ყველაფერი ჩემი საუბარიც გადაცემებიც და მათი საუბარიც თარგმნილი იქნება რამოდენიმე ენაზე რის უფლებასაც ზუსტად კონსტანტინოპოლის მეორე კრების მე-6 კანონი მაძლევს და დაუგზავნი უპირატეს მაღალ იერარქებს მაგალითად სოფლიოს კონსტანტინოპოლის იერუსალიმის ანტიოქიის ალექსანდრია და იერუსალიმი მოსკოვში ალბათ არ გაგზავნეთ მოსკოვის საპატრიარქოს აქვს საეკლესიო სასამართლო მაგრამ მათმე უნდობლობას უცხადებ და ეს ყველაფერი იქნება ტიტრებით იმენა რა ენაზეც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ
მე და ჩემი თანამოაზრენი, ანუ სიცრუის წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი, აქ არიან ადვოკატებიც არიან, ლინგვისტებიც არიან და ასე შემდეგ. ამას გაუკეთდება ტიტრები ყველაფერს და რომელიც იქნება ნოტარიალურად დაკიცებული, რომ და თქვენ იმედი გაქვთ, რომ სოფლიო საპატრიარქოები ამას მხედველობაში მიიღებენ? მხედველობაში აუცილებლად მიიღებენ. იმიტომ რომ ისეთი დონის ვის წამებს ცილს მიპასუხოს მეუფე ანდრიამ. ვინ დაავალა მას ამ ცრუ განცხადების გაკეთება, რომ მე თითქოს და დაბარებული ვიყავი, რისი დოკუმენტაციაც არ არსებობს. ჯულის კანონში პირდაპირ წერია, რომ ერთი თვით ადრე უნდა იყოს დაბარებული ადამიანი და ამ ერთი თვის განმავლობაში თუ იმალება მე იქ ამაზე რომ ვისაუბროთ, არა მთელი ჯულის კანონო განვიხილოთ, არ გვეყოფა საერთო დრო, თვითონ ისწავლონ ჯულის კანონი და თვითონ ისწავლონ ოქმი როგორ შეადგინონ და პატრიარქს ზურგს უკან პატრიარქი ახლა ბიოლოგიურად დაბერდა მაგაში დამეთანხმებით თქვენს. ხო, ფაქტებს ჩვენ ვერ ვეწინააღმდეგებთ. ფაქტებს ვერ შევეწინააღმდეგები და ვერც ვერავინ. და აქ გააკეთეს ასეთი ავაზაკური, მაფიოზური ბლოკი შეიკრა ასეთი და რაღაც დილისთვის რაღაცები მიიღეს. მამაილე, მთელი პატივისცემის მიუხედავად აი ამ მსჯელობის მიმართ მე მაქვს ერთი კითხვა. არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი. არსებობენ ის მღვდელმთავრები, რომლებიც თქვენ გეუბნებიათ, რომ კენჭისყრა არ ყოფილა. ეს აქამდე რატომ არ თქვა არავინ? თქვენი აზრით. ანუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ოქმი წაიკითხეს საპატრიარქოშივე ჟურნალისტების თვალწინ. შეუძლებელია ეს ნაწილი, ეს ოქმი გამოქვეყნებულია. არ წაიკითხათ იმ სინოდის წევრებს, რომლებიც სინოდი დაიხურდა და დახურულად გამოცხადდა. მაგრამ ცალკეულ პირებს ხო აქვს საშუალება გამოვიდნენ და თქვას, რომ უკაცრავად საერთოდ არ ყოფილა კენჭისყრა და ჩვენი სახელით რატო ლაპარაკობთ? მე განაცხადონ საჯაროდ იმათმა, რაც მე პირად საუბრებში მესაუბრნენ, მაშინ ახლა სხვები რატო დემან? მე ვიმედოვნებ, რომ რაღაც ქრისტიანული დარჩა, იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად ყველა სინოდის წევრზე არა მაქვს მესაუბარი. მე გარკვეულ ნაწილზე მაქვს საუბარი, რომელსაც რაღაც საპატრიარქო ტახტსაც ებრძვიან, ტახტისთვისაც იბრძვიან. აი მესმის ადამიანურია, რაღაც მოლოდინებში არიან. სავარაუდოდ ვამბობ მე ამას. მაგრამ ფაქტიურად წმინდა წერილსაც ებრძვიან, უგულებელ ყოფენ და დიდი ჯულის კანონსაც. რაც სიცრუით იწყება ის როგორ შეიძლება სიკეთით დამთავრდეს. ყოველი ქართველისთვის საამაყო შოთა რუსთაველის ციტატად შემიძლია მოვიყვანო, რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა, მე რად გავწირო მოყვარე ძმა უმტკიცე სიძმობისა. და აქვე პირველი იოანე მეორე 21. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ არ იცით ჭეშმარიტება, არამედ იმიტომ რომ იცით და ისიც გესმით, რომ არც ერთი სიცრუე ჭეშმარიტებისგან არ არის. არის იოანე გვეუბნება ამას. მე ამ თემას უნდა დავუბრუნდე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის ოქმი საჯაროდ ყველა ეპისკოპოსის გასაგონად, მათ შორის კათოლიკოს პატრიარქის გასაგონად. წარმოითქვა საქართველოს საპატრიარქოს კედლებში. თუ სინოდის ხდომის ოქმი არის გაყალბებული. გაყალბებულია ავაზაკურად. რატომ არ ამბობს ამას არავინ?
ეს მათ ქრისტიანულ სინდისია დამოკიდებული. მე ეპისკოპოსმა უნდა დამიცვას და მე ეპისკოპოსებისგან თუ ვერ ვიგრძენი ეს დაცვა მე აგერ მივმართავ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსს და წეგან ჩამოვთვალე რომელიც საპატრიარქოებსაც მივმართავ ნოტარიალურად დადასტურებული ამ ვიდეო მასალით ჯერ იგივე ჯულის კანონი გვეუბნება ცილის მწამებს მეუფე ანდრია რომ მე ვაკეთებ ცილის მწამებლურ განცხადებას სანამ მეუფე ანდრიას განცხადების წინააღმდეგ არც ერთ ეპისკოპოსს არ უთქვამს სიტყვა თქვენს ცილს გწამებთ წმიდა სინოდი და მისი თავმჯდომარე კათოლიკოს პატრიარქი ცდები ამ განცხადებაში რაიმე ლოგიკა ანუ არალოგიკური არის მეუფე სერაფიმესგან ჯოჯუასგან რომელსაც პატიოს ვცემ მე ვიცი რომ რაღაც მცდელობა იყო სინოდის დასრულებისთვის რომელიღაც ახალგაზრდა ეპისკოპოსისგან კი და ეს მყისიერად პატრიარქმა მოხსნა ეს საკითხი ანუ კათოლიკოს პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარეობს საჯარო აჯანყება და კათოლიკოს პატრიარქი ამას თვალყურს ვერ ადევნებს? ნუ სავარაუდოდ ეს მასია, რაზეც მეტყველებს ეს ყველაფერი და იზოლაციაში ყავთ პატრიარქი და მაშინ ეს გადაცემა თუ მათ ქრისტიანული სინდისი ოდნავ შერჩენიათ კათოლიკოს პატრიარქს აყურებინონ. მე თელიპატივის სემის მიხედავად უნდა ვთქვა რომ კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იზოლაციაში არ იმყოფება. თქვენ მე მესმის თქვენ ხართ სასულიერო პირი, გაქვთ მოწიწება კათოლიკოს პატრიარქის მიმართ, მაგრამ ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრით, მე არ გთხოვთ ამაში დამეთანხმოთ, თუ ეს ასეა, თუ კათოლიკოს პატრიარქმა იცის რომ სინოდის ხდომის ოქმი არის გაყალბებული და დუმს, ეს არის ძალიან ცუდი აქცია. მე არ მჯერა იმისა რომ კათოლიკოს პატრიარქმა ეს იცოდეს და დუმდეს. კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორე მიცოდა ბასილ კობახიძის განკვეთის შესახებ. არა, ბასილ კობახიძეზე ეხლა მე რამდენადაც ვიცი, ბასილ კობახიძე ეხლა იმყოფება საქართველოს საზღვრებს გარეთ. ბასილ კობახიძე ბევრი ეპისკოპოსისგან განსხვავებით სამართლიანიც არის, ვაჟკაციც არის, პატრიოტიც არის და ქრისტიანიც არის და ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით ის მართლმადიდებლურ ტაძარში ეზიარება და დედა ეკლესიის წიაღს არ მოწყვეტილა. ეს გასაგებია უბრალოდ მე სხვა რამეს გულისხმობ. მაგრამ ბასილ კობახიძეა და მე ვარ. და კათოლიკოს პატრიარქმა ჩემი აზრით ორივე შესახებ შესანიშნავად იცის. უბრალოდ მე ვფიქრობ რომ თქვენ უბრალოდ არ მოსწონხართ საქართველოს არ მოუწონვარ ახლა კი აქვთ ამისი კონსტიტუციური უფლება არ მოუწონდე მაგრამ ასეთ მსჯავრს როცა მიყენებენ ისინი ვალდებულებენ მე ვავალდებულებ მეუფე ანდრიას რომ ეს ჯულის კანონით ვამბობ ისევ ცილის მწამებენ ცილის წამებაში და ეს უნდა დამიდასტურონ და ხომ იცით მაგრამ ერთი წუთი მაგრამ შეიძლება დავასრულებ რა თქვენ ახლა მართლა გჯერათ რომ ვინმე საქართველოს საპატრიარქოს ძალიან დიდი ბოდიში უბრალოდ აი მართლა გულით მაინტერესებს ეს ყველაფერი იმიტომ რომ ორი გადაცემა გქონდა ჩვენ უკვე მე თქვენ გიცნობ ამ მოვლენებს თვალყურს ვადევნებთ თქვენ მართლა გულწრფელად გჯერათ რომ ახლა ვიღაც წმინდა სინოდი შეიკრიბება გაიხსენებს რომ არსებობს ასეთი რჯულის კანონი რომელსაც მართალიას ხვებს თავში ურტყავენ ხოლმე მაგრამ თვითონ არ ასრულებენ თქვენ დაგიბარებენ იქ მოხდება პროცედურული დემოკრატიის გათვალისწინებით თქვენი პოზიციების წარმოთქმა არ წარმოთქმა კათოლიკოს პატრიარქი იქნება ისე იზოლაციაში ისე რომ ან არაფერი არ იცის იმიტომ რომ მის სახელს არაფერი უნდა შეეხოს მე ადრეს საუბრებში მე ღვთისმედი მაქვს და მე მჯერა რომ საეკლესიო სასამართლო ყველას მიმართ სასამართლოს უნდა კონდეს სასამართლოებრივი დოქტრინალური საფუძველი თავის ობერპროკურორით პროკურატურით მოსამართლეებით ადვოკატურით და ასე შემდეგ და ეს რომ ამბობენ ახლა წმინდა სინოდმა შეითვისა
შეითავსა საეკლესიო სასამართლოს უფლება, ამას იურიდიულ ენაზე ქვია კვაზისასამართლო. და იურისტები მიყურებენ მე ახლა და გააკეთებენ სწორ დასკვნას. კვაზისასამართლო არის ისეთი სასამართლო, რომლის განჩინების შესრულების ვალდებულება არ ევალება არავის. ანუ თქვენ გინდა თქვათ, რომ აქამდე 95 წელს მიღებული მართვა-გამგეობის დებულება ამბობს, რომ სინოდი ფლობს საკანონმდებლო ორგანოს, ყველა ადამიანი, ვინც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მოკვეთა ამ სასამართლოს გზით, ანუ საკუთარი სასამართლოს გზით, სინოდალური სასამართლოს გზით, არის სინამდვილეში არ მოკვეთილი? ყველა. ახლა საეკლესიო სასამართლოს დასტური თუ არა, საეკლესიო სასამართლოს დასტური თუ არა, არ არსებობს ასეთი სინოდი. ხო. მტკიცე არგუმენტები უნდა გააჩნდეთ და მეუფე ანდრეას ასეთ მაპატიეთ ახლა მე მის ხარისხის წინაშე ვიხდი ბოდიშტორეს უბრალოდ უტიფარიც უპენტელას უპენტელა ეს კაცი რაღაც ბიზნეს დავების გარდა არაფერი არის თუ ვინმე მეუფე ანდრეას იცნობს თავისი ბიზნეს დავებით და რაღაცებით ეს საქვეყნოდ ცნობილია ეს ყველაფერი საქვეყნოდ ცნობილია ისიც რომ მეუფე სპირიდონი აბულაძე როდესაც ადრე ცნობილი იყო როგორც დისიდენტი და ასე შემდეგ ეხლა წმინდა წყლის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს და თავისი იდეოლოგიით ეწინააღმდეგება წმინდა ილია მართალს ეწინააღმდეგება წმინდა პატრიარქ ამბროს ხელაიას წმინდა პატრიარქ კირიონ საძაგლიშვილს და წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ექვთიმე ღვთისკაცის ქონება ამათ რომ ქონოდათ სავარაუდოდ პრადოებში გაცვლიდნენ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მეუფე სპირიდონის ერთი განცხადება, რომელსაც თქვენ უწოდებთ ერეს. არა, დედაეკლესია ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს. და თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ძეღვთისა სულია და მან ხორცი შეისხა დედა ღვთისმშობელში და ხორცი ის ესხა, როგორც ამბობენ წმინდა მამები და სისხლი ყოვლა წმინდა ღვთისმშობელი მარიამისგან. და ჩვენ როცა სისხლს და ხორცს მაცხოვრისას ვეზიარებით, ეს არის ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის სისხლი და ხორცი და მას ეზიარება მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი. აი ჩვენ ვისი ქვეყანა ვართ? აი ვინ არის ჩვენი პატრონი? და რისი უნდა ეშინოდეს საქართველოს? მე აქ ახლა პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს ერესია და აქვე გამახსენდა პოლონელი დრამატურგის 2003 წელს გარდაიცვალა ეს პოლონელი დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე სლავომირ მროჟეკი, რომელიც ქართულ ენაზე მე მგონი არ არის თარგმნილი. ვატკრიტა მორე, ღია ზღვაში ქვია პიესას. იქ არის ასეთი ნათქვამი, ქართულად ვიტყვი, რომ არ გაუჭირდეს მაყურებელს. ჩემო მეგობარო, თქვენთან დისკუსია თქვენ ვერ იქნებითო ჩემთან პარტნიორიო დისკუსიაში იმდენად რამდენადაც თქვენ ჰალუცინაციები გაქვთო და ეს ეხლა ეს მითოგენური ეთნოგენური აი საპატრიარქო ქრისტიანული დოქტრინალური პრინციპების შეცვალა ამაზე ფაქტები მეტყველებს გახდა მითოგენური ეთნოგენური და რა ვიცი უკვე ჰალუცინოგენურიც გახდა რა. და ამ დროს ამას რო აკეთებს საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს პატრიარქი იზოლაციაშია. ანუ ამით ხსნით. ხო, არა, მეუფე სპირიდონმა ეს ჯულის კანონიერ გარკვეული დრო არის რა. ეს იგივე რამდენი ხანია წელწადია რაც ეს ქადაგება გააკეთა, რომ ღვთისმშობლის სისხლსა და ხორცს ეზიარება მთელი მსოფლიო. ეს არის გაუგონარი არა უკვე ეს მსოფლიო კრებების ანათემიზმების ქვეშ არის ეს ერესი უკვე და ვალდებულია იგივე ამბიონიდან
იმდენად რამდენადაც საჯაროდ გააკეთა ეს სამების საკათედრო ტაძრის ამბიონი იყო თუ არ ვცდები? არ ვიცი რომელი ამბიონიც იყო, შეიძლება თავისი აღსავლის კარი ეგ. ხო. იგივე ამბიონიდან უნდა გააკეთოს გმობა ამ ერესისა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორიაში შევა როგორც ერესიარქი. იმიტომ რომ შემოდის კითხვები უკვე მართლმადიდებლებისგან ჩვენ მართლას ის ღვთისმშობლის სისხლსა და ხორცს ვეზიარებით? და არა მარტო ჩემთან შემოდის კითხვები სხვა მამებთანაც და არ ვიცი ამ ანტისახელმწიფო ეს ამ ადამიანს თავისი ჩემზე არ მაქვს ლაპარაკი არც მეუფე ანდრიას ხსენების დროს და არც უფე სპირიდონის ხსენების დროს. ამათ ხალხი შეყავთ შეცდომაში და ხალხი საზოგადოება შეიძლება ეპისკოპოსმა იცრუოს. აი როდესაც საზოგადოება შეყავს შეცდომაში ის ეპისკოპოსი უკვე ანაქსიოსის ქვეშაა ავტომატურად. მისი ძღვენი როგორ შეიძლება შეწირული იქნას მაშინ ნებისმიერ ღვთისმეტყველმა გამცეს პასუხი. მე ამ ქადაგებას ტიტრებს დაურთავ რამოდენიმე ენაზე და გადაუგზავნის ჩვენს თანამოძმე საპატრიარქოებს და ნოტარიალურად დამტკიცებული იქნება ეს ყველაფერი და ამათ იქმედებაც ნოტარიალურად დამტკიცებული იქნება სამართლებრივად და გამოუტანო განაჩენი თუ აქ ვერ გამოაქვთ განაჩენი არა გააკეთო დანარჩენი რა მომცემთ უფლებას ვიწინასწარმეტყველო რა მოხდება მე მართალია ისაია და ეზეკიელი არ მქვია მაგრამ მაინც მაქვს პროგნოზების უნარი მე გეტყვით რა მოხდება მამაო თქვენ არავინ უხდელმოქმედებას არ აღგიდგენთ საქართველოს მართლმადიდებლის წმინდა სინოდის წევრები არა არც გაუჩერებიათ და როგორ უნდა აღმედგინონ კაცო რას ქვია არა თქვენ ოქმში იქნებით კვლავ უხდელმოქმედება შეჩერებული წმინდა სინოდის წევრები თქვენ არ დაგიცავენ კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე თქვენ არ დაგიცავთ მეცაც გეტყვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ალექსანდრიის საპატრიარქო ანტიოქიის საპატრიარქო იერუსალიმის საპატრიარქო განცხადებას არც კი გააკეთებს ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად იმიტომ რომ უსამართლობა მინდა თუ არა ამის თქმა ამ ეკლესიაში არის გაბატონებული მაგრამ ახლა მთავარზე მსურს გესაუბროთ მაგრამ ფსალმუნიდან მინდა მოვიყვანო მაგალითი ახლა რა ოველი თესლები გარებომადგენ მე და სახელითა უფლისათა ვერ ეოდი მათ კი ბატონო მე მაინტერესებს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ თქვენ ხართ ცილის მწამებელი, რას გულისხმობენ ხო? გაქვთ ვარა? რას გულისხმობენ? ამისი არგუმენტები თვითონ უნდა წარმედგინონ და დიდი ჯულის კანონი ამბობს, თუ მე ვერ დამისაბუთეს ეს ცილის წამება, ხო? თვითონ უნდა განკანონდნენ იგივე კანონით რასაც მე ცილს მწამებენ ცილის წამებაში და თან რამდენი პროცესუალური ნორმა დარღვეული იქნა რაც ყველა მიცის რომ მაგათვისაც ცნობილია რომ მეუფე სპირიდონი ერესს ქადაგებს იქადაგა ერესი მაგათვისაც არის ცნობილი რომ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს პრორუსულ განცხადებებს აკეთებს მე ნორმალური ადამიანი არ მეგულება ჭკუად მყოფელი ადამიანი ამ ქვეყანაზე რომელსაც არ სურს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა აქ ვიზებით მოახდინეს ხალხის მოთაფვლა შინაგანად პატრიოტ ადამიანს ვიზები არ უნდა ჭირდებოდეს რუსის ვიზა ვიდრე აი რაზია საუბარი ხალხო კარგი ეს ქრისტიანობაში და დოგმატურ ღვთისმეტყველებაში ვერ ერკვევიან 2006 წლის 2003 კაცი ქართველის ახლო წარსულს ვამბობ არა ადამიანური დეპორტაცია გაიხსენონ რუსეთის ფედერაციიდან სატვირთო თვითმფრინავებით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ დეპორტაციას
როგორც მე მახსოვს. და ამ თუ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგა, როგორ უნდა გინდოდეს იმ სახელმწიფოსგან ან ვიზა, ან რამე აი მე ჩემამდე არ დადის. თქვენი აზრით საქართველოს საპატრიარქო პრორუსულია? არა, არიან ეპისკოპოსები ახლა მე სამართლიანობას მე ჩემ სიმართლეს თუ ვიცავ, ვალდებული ვარ სხვისი სიმართლეც დავიცვა. არიან ეპისკოპოსები, რომლებიც არიან გავასახელებ ამ ეპისკოპოსებს, მე საკუთარი სახელებით ვლაპარაკობ ახლა. მეუფე გრიგოლი ბერბიჭაშვილს აქვს ძალიან ისეთი პატრიოტული ქადაგება, განცხადება ერის მიმართვა. მეუფე იოსებ კიკვაძეს აქვს ძალიან ისეთი პატრიოტული ტონალობის და პატრიოტული განცხადებები და არიან ძალიან ბევრი არა სამწუხაროდ ძალიან მცირე არიან მაგრამ ესენი ყველა რო დავასახელო ამ ღირსეულებს მე ესენი დაკორტნიან ალბათ რა და მე სხვა ინტერვიუებშიც აღმინიშნავს მე მოსკოველი რუსები სულიერი შვილები მყავს და არ მეგულება საქართველოში ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ვისაც არ უნდოდეს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა. ნორმალური ურთიერთობა დაიწყება მაშინ, როდესაც მოხდება ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. და საქართველოს რუსეთის ურთიერთობის ისტორიას რომ გადავხედოთ, ეხლა ძალიან უახლესი ვახსენე 2006 წელი 2003 კაცის დეპორტაცია. აი ცხოველურად, არა ადამიანურად დეპორტირებული, მაგრამ წარსულში მათ მიერ გადაღებილი ფრესკები, მათ მიერ დამახინჯებული ქართული არქიტექტურა, მათ მიერ მოკლული ქართული სული. იაკობ გოგებაშვილის დროს ქართულ გიმნაზიებში ქართულად საუბარი არ შეიძლებოდა იკრძალებოდა და ეგზარქოსების ხელში იყო ყველაფერი და რაც კი მატერიალური თუ სულიერი სიმდიდრე გააჩნდა საქართველოს ისტორიას გაზიდეს პირობითად ვამბობ ერმიტაჟში. ეს გასაგებია. ახლა მაინტერესებს თქვენგან შემდეგი ნაწილი, ხო? მე ცოტა არ იყოს აი წლის ბოლოა, ახალი წელი გვიახლოვდება და მინდა ჩემი აზრით ვთქვა რაღაცებს. მე ცოტათი გულუბრყვილობა მგონია იმის თქმა, რომ საერთო სურათს ეკლესიაში ასახავს აი ეს სასულიერო პირები თუ იერარქია, რომელიც თქვენ თქვით. სამწუხაროდ საერთო სურათი არის პრორუსული. ხო, მაგრამ ამ საერთო სურათში არა, ახლა საერთო სურათში სანთელიც ჩანს და შანდალიც, მაგრამ ამ საერთო სურათში ადამიანიც ჩანს, რომელიც წიგნს კითხულობს. იცით რა არის უბრალოდ, როდესაც აი საერთო სურათში ჩანან ხოლმე ადამიანები, რომლებიც საპატრიარქოს აკრიტიკებენ, შემდეგ ისინი უცბად მღვდელმსახურების უფლებას კარგავენ. არა, მე მღვდელმსახურების უფლება შეჩერებული არ მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ სიცრუეზე როგორ შეიძლება იყოს აგებული სიმართლე და როცა ადამიანი ცრუპენტელა იმას მე ვფიქრ გიორგი ჯანდელიანთან მქონდა სატელეფონო საუბარი. და მეთქი მაშინ მეგონა რომ მართლა გაჩერებული მქონდა მუდმსახურება და ხვალ ლოლარ და სამაჯურები უნდა გავიკეთო და უნდა ჩავიდე მეთქი. და უნდა ვეზიარო და ზიარებიდანაც კი დამაყენა და აი ახლა წარმოიდგინეთ მღვდელმთავარმა არ იცის ეს. აი ქრისტიანობაში ნეოფიტი ადამიანი და თან ჟურნალისტებთან სრუპენტელობს ახლა რა უნდა ელაპარაკო მაგას რა და გაგიტარე მეუბნება გაგიტარე მიყვარხარ რაში გამოიხატება ეს სიყვარული ერთი სასჯელისთვისო ჯულის კანონი ამბობს
ორგზის ნუ დასჯიო ადამიანსო და მე ცრუობენ არანაირი პროცესუალური ნორმები დაცული არ ყოფილა ჩემთან მიმართებაში არც დაბარებული უყოფილი ვარ და უჩემოდ განაჩენი გამოვაქვთ და კიდე ცილის მწამებელი ვარ დამიჯდეს სტუდიაში გინდა მეუფე გიორგი ჯანდელიანი და დამიჯდეს სტუდიაში მეუფე ანდრია გვაზავა ეგრე დაждდნენ ბიზნეს კურიერის ეთერში რა ბიზნესზე ისაუბრებენ და რაღაც ტოიოტას გაუკეთებენ რეკლამას ეგ შეუძლიათ ნამდვილად მაგრამ დაждდნენ ჩემთან ეთერში და დააღებენ პირს და მე მიხვდები თვისთან გაქვს საქმე რა მაგრამ იგივე ეთერით მინდა განვაცხადო მე ვარ მართლმადიდებელი არსად გაქცევას არ ვაპირებ არსად წასვლას არ ვაპირებ და ვიდრედმდე საეკლესიო სასამართლო არ იქნება ჩამოყალიბებული საქართველოს საპატრიარქოში თავისი სასამართლოსათვის აუცილებელი თუ შეიძლება ასე ითქვას პაკეტით შეიძლება ასე ვთქვა ანუ პროკურატურა ადვოკატურა მე თავის გამართლების და ერთხელ გასაჩივრების უფლება მაინც უნდა მომეცეს ამ დიდი ჯულის კანონი მაძლევს ამის უფლებას და ესენი როგორ მართმევენ ხას უსვამ კიდევ ერთხელ მაბრალებენ ხას უსვარ მაბრალებენ ეს ალეგორია რო ავიღოთ ასეთი რა მაბრალებენ საპნის ქურდობას და მასამართლებენ მიყენებენ კაცის მკვლელობის მუხტს აქ მთელი რიგი რაში ჭირდებათ მამაო ეს ანუ მე თქვენ თქვით რომ მეუფე ანდრია არც კი გინახავთ რაში ჭირდება არა არც კი მინახავს უდელმონაზვნობაში მინახავს ხო ანუ ეპისკოპოსობის პერიოდში არ გინახავთ რაში ჭირდება თუ ეს სინოდის გადაწყვეტილება არ არის რაში ჭირდებათ მათ თქვენი განკვეთა და მოკვეთა არა განკვეთილი არ ვარ მე და რაში ჭირდებათ მაშინ ამის მოგონება ანუ თქვენ რას უკავშირებთ ამის მოგონება ჭირდებათ იმაში რომ ზალ ხმამაღლა თქვა მე არ გამომივიდეს რა სიმართლეს ვამბობ ამათზე ამათ უსჯულოებაზე და ეს არის გებელსის სინდრომია რა ნეიტრალიზაციისთვის ან კგბ-საც იგივე მეთოდი ჰქონდა სტალინი და ჰიტლერი არაფრით არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ფსკოვის ეპარქიაში ახლა რო დაჭირდა ჰიტლერის ვერმახტის პოლიტიკას მართლმადებლური ეკლესიების მშენებლობაც კი დაიწყო ჰიტლერმა ეს ისტორიული ფაქტია ანუ ჩემი ნეიტრალიზაცია უნდა და ამ გზებით რა უსამართლო გზებით აბა მე ფინძური ვარ მე ვარ ცოდვილთაგან პირველი გულწრფელად ვაღიარებ ამას ამზიარების ყველა მორწმუნე და თუ გულით ვამბობ რომ ცოდვილთაგან პირველი მე ვარ მაგრამ ამ საკითხში ვარ ცადმდე მართალი რა დამჩაგრეს ამათმა სტალინის და ბერიას ტროიკის სამართლებრივი ნორმები გამოიყენეს და გამოიყენეს ჩარლზ და უილიამ ლინჩის მეთოდი აი ლინჩის ქვა არ დამაკლეს ამ არამზადა არაქართული და არაქრისტიანული პოზიციის მქონე ეპისკოპოსებმა. ყველა არ მყავს მხედველობაში. ბევრი ეპისკოპოსი ვამაყობ და ვიამაყებ. და როცა ეს ეპისკოპოსები გაჩუმდებიან ამ გადაცემის შემდეგ და არ იტყვიან არც ერთ სიტყვას, მაშინაც გააგრძელებთ მათით. დარჩეთ მათით ამაყი. თუ ეს ასე მოხდა. თუ გაჩუმდნენ, თუ თქვეს რომ არა, ჩვენ უყავთ. ანუ ის არა ქვია, გაჩუმდებიან და მე ეს ბათილი არის ეს განცხადებაც, ეს
გადაწყვეტილებაც როცა ქრისტიანობა არ აინტერესებთ ფაქტიურად გამოდის მას, იმიტომ რომ 3 თვეა გაჩერებულია ეს საიტი და არიან უამრავი მოწმეები, შემიძლია დავასახელო, რომ ვნატრობდი ნეტავ დამიბარონ მეთქი საპატრიარქო სინოდის ხდობაზე, ნეტავ დამიბარონ. უამრავი მოწმეა, მათ სახელებსაც დავასახელებ. მაგრამ მაინც თავს ვიკავებ იმათი უსაფრთხოების გამო კიდე, არ ვიცი. რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ადამიანს? რა ვიცი, ყველაზე ჰუმანური ინსტიტუტის მხრიდან საქართველოში. კარგით, მაშინ პასუხისმგებლობა არ ვიცი რა თავს ვარიდებ რა. არიან ამის მოწმეები. ცხადი. მე მჯერა ამის, რომ განაცხადეთ. მე არ ვიცი, ზუსტად გულწრფელად გეტყვით, მე არ ვიცი ეყარა თუ არა ამ საკითხს კენჭის სინოდზე. მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ თქვენი ორმა ეპისკოპოსმა სერაფიმემ და ვახტანგმა თქვენ ეს გითხრეს. მაგრამ ახლა აქ მთავარი პრობლემა არის დასასმელი. რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში არ ისჯება ის, ვინც ტაბურეტით დარბის, ის, ვინც ადამიანებზე ძალადობს, ტელევიზიაში შერბის და ამ შეჭრის შემდეგ კათოლიკოს პატრიარქი მას გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებას აძლევს და მიტრას ახურავს თავზე, ხო? რატომ ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც თუნდაც შიდა საეკლესიო, ასე კანონიკით ერესქადაგებენ, ისინი არ ისჯებიან. და ისჯებიან ისინი, ვინც აკრიტიკებს მათ ჯიპების გამო, ღარიბი ქართველი ხალხის ფულის მითვისების გამო და აკრიტიკებს მომხვეჭველობის გამო. რატომ ხდება ეს? ეს არ არის საერთო სურათი? თქვენ გინახავთ ადამიანი, რომელიც დასჯილა იმის გამო, რომ სხვას ცემა, ღდელი. საჯაროდ მოხდა, ხო ეს? არც ერთი არ დასჯილა, მაგრამ თქვენ დაგსაჯეს, რატო? არა, მე არ უგრძნობ თავს დასჯილად და არც ვარ დასჯილი. მე დამსახურების უფლება მაქვს. აი ეს გადაცემა რომ დასრულდება და გავა ეთერში. ხო. მე თქვენ გკითხავთ, ახლაც არ გრძნობთ თავს დასჯილად. და თქვენ მიპასუხებთ არა, ეხლა თავს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ. უბრალოდ დარწმუნებული ვარ. არ მიხმის გამღები. თავს მე ადამიანურად რო ვთქვათ რა და გულწრფელები რო ვიყოთ. თავს უბრალოდ დაჩაგრულად ვგრძნობ მე და მიგდებულად და თუ იმათმა მიმაგდეს მე ცხოველების უფლებების დაცვის ასოციაციას მივმართავ თხოვნით რომ ცხოველების უფლებებს იცავენ და ჩემი როგორც ადამიანის უფლებები დაიცვან და წამლებითა და საკვებით უზრუნველ მყონდა მე შინაგანად მართლმადიდებელი ეკლესიიდან არსად არ მივდივარ მე არც ერთი ასეთი იყო და ჩამოუთვლი ახლა სტალინი იყო ჰიტლერი იყო ფრანკო იყო ესპანეთში ანგარ მაო არ დაგვავიწყდა ხო კიმერსენი ეხლაც მოქმედი კიმჩენინი ბრძენი პუტინიც არ გამოგრჩეს მათ შორის ხო არა პუტინის შეგიძლიათ ინტერნეტშიც ნახოთ სტალინი როგორ დარიგებებს აძლევს მომავალი მის მომავალ ლიდერებს სტალინი აძლევს აი ზუსტად ისე იქცევა პუტინი ახლა და არც მაგნიცკის საქმე არ დაგვავიწყეს ეს კიდე რომელიც უკვე იურიდიულ ლექსიკონში შევიდა მე მგონი როგორც მე ვიცი არ ვიცი ძელ მაგნიცკა და ასეთ ეპისკოპოსთან რომ იული რომ მიყვები ახლა რომ ღვთისმშობლის სისხლსა და ხორცს გაზიარებს აქ არ შემიძლია რომ ძალიან მიყვარს ეს ანდაზა რა იტალიური ანდაზა არის ასეთი კი ვაკონძოპო იმპარაძოპიკარე ვინც კოჭელთან დადის კოჭლობას სწავლობს და ამას ახლა რომ კაცი რო გეუბნება ღვთისმშობლის სისხლს და ხორცს ეზიარებიო ამას თუ მიყევი ალბათ კი რა აუცილებლად გახდები რელიგიური ცნობიერებით დაკოჭლებული ამ კაცის ანტიერონულ
და ანტიპატრიოტულ ქადაგებებს რომ მოისმენ, თვით ანტიქრისტესაც კი შეეშინდებაო რუსეთის ემხელა იმპერია, ხო იცით ეგ ქადაგება, ხო მიდასტურებთ თქვენ მაგას რომ იცით. ხმამაღლა თქვით, მიდასტურებთ? რა თქმა უნდა, გიდასტურებთ. მე უკვე სპირიდონის კრიტიკა თუ დამკლებია ოდესმე, ახლაც გიდასტურებთ. ქვეყანა მიცის ეგა და აი იტალიური ანდაზისა არ იყოს. აი ამ ასეთი ხალხი კლავენ სახელმწიფოებრიობის გრძნობას თავისი ამ ქადაგებებით. ასეთი ხალხი კლავენ ქრისტეს. და მეუფე გიორგი ჯანდელიანი მეუბნება ორმაგისაჯელი არ ეზიარო მითხრა და ჩვენ ისიც მითხრა რომ ჩვენ უფრო მეტად შეგვეძლო და უფრო ძიმედ შეგვეძლო დაგვესაჯეო და აი შობა მოდის და დამკალით საშობაოდ და ჭამეთ ჩემი მწვადები ეხლა მეტი რა ვაკითხოთ გაძლევთ მაგის უფლებას რა ხო თქვენ ამბობთ რაღაცას და მე არ შემიძლია მოვიფიქრო შემდეგი კითხვა. იმიტომ რომ იმდენად ხმაურიანია ეს განცხადებები, რომელსაც აკეთებთ, რომ ძალიან რთულია ორიენტირდა შემდეგ. აი, ბავშვებიდან ხმაურიანი ვარ, მე რუსთავიორშიც განვაცხადე ქალბატონ ნინო შუბლაძესთან. ამაილია ჩვენ გადაცემა უკვე დასასრულისკენ უნდა წავიყვანოთ. მე მაინც გავბედავ და ასე ვთქვათ, ჩემს პროგნოზს გეტყვით და კიდევ მოლოდინებს. როდესაც თქვენ პირველად აქ მოხვედით, შემდეგ მეორედ მოხვედით, მე სიმართლე გითხრა და შემდეგ თქვენ არ დაგიბარეს საპატრიარქოში განსხვავებით სხვა სასულიერო პირებისგან, ჩემი რესპონდენტის სხვა სასულიერო. არც ამაშინაც არც მაშინა როგორც მაშინ დამიბარეს, ისე დამიბარეს ეხლაც. თქვენ არ დაუბარეთ, მე ვფიქრობდი რომ საქართველოს საპატრიარქოში ალბათ ფიქრობენ ახლა რომ ადამიანი რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს ჯანმრთელობის თვალსაზრისით მასზე ასე ვთქვათ იერიშის მიტანა არ გამოაჩენდა მათ ზედმეტად ჰუმანურებს და ცოტა არ იყოს ვიფიქრე რომ ცოტათი აგიყრო დაგანებეს თავი და თქვენს რომ მოდი ილაპარაკოს თავისთვის ეს მაინც აფრთხეს ვერ შეგვიქმნის მაგრამ როგორც ჩანს შემდეგ ერთ დღეს გაიხვიძეს და თქვენს რომ ეს საყოველთაო სიყრუაში გაფაჩუნება ზარბაზნის ხმად გვესმის ამიტომ მოდი ეხლა სწრაფად ჩავახშოთ ეს ზარბაზარი და მათი სურვილი იყო თქვენ გაეჩუმებინეთ კი ბატონო ეს არის მათი მიზანი რომ თქვენ გაჩუმდეთ და მე სიმართლე გითხრა არ მჯერა რომ თქვენ მღვდელმოქმედება აღგიდგებათ არ გაქვთ შეჩერებული არ მაქვს შეჩერებული როგორ უნდა აღმიდგეს ხო ანუ ლუდეფირნეს აქვს ნათქვამი ჩტობი პრიეხად ნადაუიეხად რომ მოხვიდე უნდა წახვიდეო რა აი როგორ უნდა აღმიდგინონ როცა გაჩერებული არა მაქვს თქვენ გაგიჩერდებათ მღვდელმოქმედება აი ეგრე ნახოთ გაგიჩერდებათ კი ხო და მე მზად ამით უფრო დააპიკორებენ ხალხს ეხლა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდი იტყვის რომ ოქმი გააყალბესო ნუ არ იტყვის ნუ იტყვის ეხლა სანქტასიმპლეციტასო წმიდაო გულუბრყვილობა თქვა იან ჰუსმა როდესაც მას წვავდნენ და მოხუცმა ქალბატონმა ფიჩხი მიაგდო უკეთ დაიწოს ეს ლეგენდაა რა თქმა უნდა მაგრამ აუცილებლად უნდა გაიხსენოს ადამიანმა თქვენი შემხედრა თქვენ კვლავ გაქვთ იმედი გულწრფელად მე მაინტერესებს აი გადაცემის დასასრულია გულწრფელად მითხარით ახლა გჯერათ რომ თქვენ იდგებით სინანულის გარეშე მე სინანულის შემდეგაც მეპარება ეჭვი რომ სინანული მე მაქვს ჩემი ცოდვების გამო და პირადი ცოდვები ნანობ და ახსარებებსაც ვამბობ მე კაცო მაგრამ მე იმასაც ვიტყვი რომ იმედი ბოლოს ხვდება ანი ხურებ ჩვენ გვაქვს ბოლო რამდენიმე წუთი თუ თქვენ დაგრჩათ რაიმე სათქმელი მე მინდა მოგცეთ საშუალება მიმართოთ მაყურებელს მინდა მიმართო რომ იმ მხრივ რომ დაუჭიროს სიმართლეს და ჭეშმარიტებას მხარი და გაემიჯნეთ იმას ვინც ცრუობს გაემიჯნეთ იმას ვინც ეროვნულ ღირსებებს სახელმწიფოებრიობის გრძნობას გიკლავთ
გაემიჯნეთ ყველა იმას ვინც სულის ცხონების გზისკენ დამაბრკოლებელია ამათ შემხედვარე ამათ ეხლა როგორც სახარება ამბობს ურჩევნიათ წისქვილის ქვა შეიძლება კისერზე და წავიდნენ ხოქ ეპარქიები იქ ზღვისპირეთში ღრმად შევიდნენ ზღვაში და შთახდნენ ზღვასაშინ ამას სახარება გვამბობს ხო ციტატა დიდი მადლობა იგივე მინდა გავიმეორო არ მინდა მინორული ნოტით დამთავრდეს გადაცემა ამას ახლა როგორც ავტორიტეტად კი არ მომყავს ეს ციტატა ეს ჩემი მეგობარია და მართლა რა უკვე ისეთი მდგომარეობაა რომ იგივე კოტა ყუბანეიშვილის სიტყვებს გავიხსენებ ვაი 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 ურუგვაი და ვაი 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 პარაგვაი და ისწავლეთ ქრისტეს სწავლება თორემ აღმოჩნდებით იმ დღეში რა ვინაც არ იცის თავის სწავლება სხვისაზე უწევს ხელის სწავლება და ეშმაკისას არ წაავლოთ ხელი სწავლებას სიმართლის თქმა ისწავლეთ აბა ბედნიერ შობა ახალ წელიწადს გისურვებთ თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც ღმერთმა დაგლოცოთ მომიხსენიეთ ლოცვებში დიდი მადლობა სტუმრობისთვის საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით თქონდა მეთქვა მაგრამ ვეღარ შევხვდებით მომავალ 4 შაბათს იმიტომ რომ ახალი წლებია გილოცავთ დამდეგ ახალ წელს მრავალს დაესწარით ჩვენ დავბრუნდებით იანვარში ეთერში